მოგესალმებით ძვირფასოდელი მაყურებლებო. დღეს შევხვდით და არა მარტო ეხლა ყოველთვის ვადევნებ გარკვეულ ჯგუფებს თავს თვალს და მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ესე იგი ხალხი რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაწყდები ისიც რომელიც წერს რომ აი შევედი ამერიკის საელჩოში და ბუნებრივი ვიყავი, ღიმილით, ყველაფერი ისეთი დოკუმენტები მქონდა, რაც საჭირო იყო ვიზის ასაღებად, მაგრამ ვერ მივიღე ვიზა. მინდა გითხრათ, რომ ეს რაც ტრამპი მოვიდა მეორე 47 პრეზიდენტად, გამკაცდა ყველაფერი აბსოლუტურად, მათ შორის დაიკეტა ამერიკა-მექსიკის საზღვარი. კაცრდება იქაც კონტროლი და გამკაცრებულია არის გამკაცრდება თითქმის ყოველდღე და ასევე გამკაცრდა ვიზის აღების წესი ყველა ქვეყნის საელჩოში, მათ შორის საქართველოშიც. მე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ეს არის ტრამპის პოლიტიკის შედეგი. ყველამ და გრინ კარდის გათამაშებას უკვე დაედო ფასი. და ასე ვთქვათ, რეგისტრაცია შეადგენს $1. ეს არაფერი არ არის ახლა $1 კაცზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ავსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რამდენი $1 შედის უკვე ამერიკის ბიუჯეტში. და მოგახსენებათ, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის გათამაშება, რომელიც არის ასე ვთქვათ, გარტყმითი პრინციპით, შერჩევითობის პრინციპით. კომპიუტერზე იქ არავინ არ ზის და არავინ არ აწყაპუნებს, ასე ვთქვათ, რომ ამან მოიგოს და ამან მოიგოს. ეს არის შერჩევითობის პრინციპი, ანუ ან გაგიმართლებს, ან არა. 50-50-ზე. და ყველას ეგონა რომ როცა მოვიდოდა ტრამპი, შეაჩერებდა რუსეთ-უკრაინის ომს. არა, როგორც ხედავთ, ვერ შეაჩერა და პუტინიც კი უარზია, რომ შევაჩერო ომი. დღესდღეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე უკრაინული რაკეტები, უკრაინული დრონები ბომბავდნენ მოსკოვს, შეუტიეს მოსკოვს და შეგვიძლიათ ამამად ვთქვათ ის, რომ უკვე ჩრდილოეთში ვითარება იზაბება ძალიან და ღმერთმა უწყის, როდემდე გასტანს ეს დაძაბულობა ჩრდილოეთში. 3-წუთიანი, 4-წუთიანი საუბარი ჩემთვის პირადად ძალიან მოკლეა და ვფიქრობ ამ უმოკლეს დროში ყველაფერი ვთქვი, რაც საჭირო იყო და ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოსმენისთვის, ყურებისთვის და მადლობა, რომ ხართ ჩემი პოდკასტის YouTube არხის ერთგული მაყურებელი, გამომწერი და თითოეულ გამომწერს უდიდეს მადლობას ვუხდი მე პირადად. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, მოსმენისთვის და წინ ძალიან საინტერესო სტუმრები გველოდება უახლოეს მომავალში და ვფიქრობ, რომ ძალიან გასიამოვნებთ, გაგახარებთ და მე პირადად ვიქნები ბოლომდე თქვენს გვერდით, იმიტომ რომ ჩვენ ვიგებთ, ჩვენ ვსაუბრობთ. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის დროებით.